Вас გიხდით რომ მოხვედით სტუდიაში. Საამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. ბატონო შალოთ თქვენს თანამდებობას. დავიწყოთ ჰელსინკის კომისიის ხდომასთან დაკავშირებით, მინდა გკითხოთ თქვენი კომენტარი დღეს მოისმინა მაყურებელმა იმ რასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც მოითხოვდნენ არა მარტო თქვენი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას, არამედ თქვენი ოჯახის წევრების, მათ შორის შვილების დასანქცირებას, თქვენ უწოდეთ მათ ორჯონიკი ძეები. ეს ორი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ გუშინ. Practically, მთელი ოპოზიცია მოითხოვს ამას, რომ დასაქცირდეთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრები. გამოდის, რომ ესენი ყველა სამშობლოს მოღალატეები და ორჯონიკი ძეები არიან. წარმოვიდგინოთ სურათი. საქართველოს პარლამენტი, ერთ-ერთი კომიტეტის ხდომათა დარბაზი, კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის და მეორე მხარეს ზის ამერიკის ორი მოქალაქე. და აძლევს ჩვენებას ამერიკის წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა რეაქცია იქნებოდა ამაზე. ქუჩაშიც, კონგრესშიც და ყველა ოფისშიც და ტყეშიც, ღეშიც და სოფელშიც და ქალაქშიც. რა რეაქცია იქნებოდა ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით და ისინი რომ დაბრუნდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა იქნებოდა მათ წინააღმდეგ საქმეები თუ ასე შემდეგ. აი ასე შევხედოთ ამ ყველაფერს და მე დავფიქრდეთ, ჩვენ ვინმეზე ნაკლები ვართ თუ ვართ არასრულფასოვანი ერი და სახელმწიფო. Როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ორი მოქალაქე მიდის სხვა ქვეყნის დედაქალაქში და იქაურ ხელისუფლებასთან აძლევს ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და ზუსტად ეს გააკეთა ამ ორმა ადამიანმა და ამიტომაც ვთქვი მე, რომ ჩვენი ვიხილეთ გუშინ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ვიხილეთ მათ შორის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოროსის ფონდის და მეორე პარტიის წარმომადგენელი, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი და NGO-ს წარმომადგენელი. დღევანდელი, ასე ვთქვათ, პროევროპული ნაღები, როგორც თავის თავს წარმოადგენენ ხოლმე და აღმოჩნდა, რომ ნახეთ კიდევ ერთხელ ვიზუალურადაც ეს ყველაფერი, რომ საქმე გვაქვს 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეებთან. ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაში გამოვლილი გვაქვს ბევრჯერ. წავიკითხავს ისტორიის წიგნებში, გვსმენია შეიძლება თანამედროვე პერიოდში, ვიცოდით როგორ დადიოდნენ სხვადასხვა ცენტრებში დიდი იმპერიების თუ რაღაც სახელმწიფოების, ვისაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ჩუმჩუმად, ტყე-ტყე, ღამე, შეფარულად მიდიოდნენ, ასმენდნენ თავის ქვეყანას, ითხოვდნენ რაზმებს, რომ გაელაშქრათ ქვეყნის წინააღმდეგ. მერე შეიცვალა დრო, მერე დადიოდნენ მოსკოვში. ზუსტად იგივე მისიითო დაესმინათ საკუთარი ქვეყანა ან თავისი კონკურენტი, ჩამოეცილებინათ უცხო ძალის დახმარებით და დღეს 21 საუკუნეში სხვა ტექნოლოგიები არის და პირდაპირ ეთერში ნახეთ ის რაც ხდებოდა ხოლმე სხვა დროს და ეს ადამიანები ყველა წარსულში ჩაეწერა შესაბამისი ადგილით ჩვენს ისტორიაში სამუდამოდ. ასე რომ ეს ორი ადამიანი ჩაეწერება რა თქმა უნდა როგორც მოღალატე ჩვენი ერის ისტორიაში და კიდევ ერთხელ ერთი სოროსის ფონდის წარმომადგენელი, ანუ ხალხი რომელიც ჩივის თუ როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან. არა თუ ინტერესის გამტარებელი პირდაპირ უცხო ქვეყანაში ჩვენებას აძლევს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ითხოვს, ხო ნახეთ რა იყო, ითხოვდნენ უცხო ქვეყნის ჩარევას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, არჩევნებში პირდაპირ მათ გავლენას ითხოვდნენ. ხა მეტი რაღა ილუსტრაცია სჭირდება ამას და მეორე ნახეთ პოლიტიკოსი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი, იმ პარტიისა, რომელიც შეიქმნა ერთადერთი დანიშნულებით, ღალატის დანიშნულებით. ან მთელი არსი ბუნება იმ პარტიის არის ღალატი სპეციალურად იმისთვის, რომ მართველი გუნდიდან წაეყვანათ ადამიანი და ეს როგორც ღალატის მაგალითი, ასე ვთქვათ, ჩამოეყალიბებინათ პარტია. ასე რომ ხედავთ ერთი NGO-ს წარმომადგენელი, ერთი პოლიტიკოსი და ორი ადამიანის ღალატი პირდაპირ ეთერში და სამწუხაროდ ასევე დავინახეთ, რომ იმ დარბაზში საქართველოს მეგობრები ნაკლებად თუ ვინმე იყო. მათ შორის ნახეთ გასაოცარი განცხადებები გაუთვითცნობიერებლობის, მაგალითად ყოფილი ელჩის განცხადება, რომ თურმე საქართველოს უკრაინასთან შედარებით იმდენად დასავლური არ არის, ეს უბრალოდ თან ელჩი იყო საქართველოში და ნუ ხა წარმოგიდგენიათ ადამიანი რამდენად რევოლუციაზე საუბრობდა ეს. ხო, ეს მე უბრალოდ რამდენად არიციან საერთოდ რასთან, ვისთან აქვს საქმე საერთოდ, თორსა ვსაუბრობთ ქართველებზე, საქართველოზე, მის ისტორიაზე, თუნდაც ევროპულ ინტეგრაციაზე საქართველოს სად არის უკრაინასთან შედარებით დღეს მათ შორის და სად იყო სულ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავისი მიღწევებით და მეორე საუბარი რევოლუციაზე და ეს გარკვეული ათამაშება მაიდანთან, რაც ძალიან ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა,
და მათ შორის დღესაც მოვისმენთ ერთ-ერთი NGO-ს GISAK-ის წარმომადგენელი, რომ ძალიან კარგი თუ მაიდანი იქნება. ძალიან კარგი თუ 120 ადამიანი დაიხოცება რუსთაველის პროსპექტზე. აი ამას გვეუბნება ამ NGO-ს წარმომადგენელი და ამას გვეუბნება ყოფილი ელჩი საქართველოში, რომ კარგია ეს ყველაფერი. ანუ რა ედარდებათ ესე უყურებენ ეს ჩვენი სისხლი, ჩვენი ხორცი, ეს არაფერი არ არის, ეს სანახაობაა ვიღაცისთვის ტელეეკრანზე, რომელსაც შეიძლება შემდეგ რა სცენარებით უყურონ და ეს ყველაფერი ჩვენ ოღონდ გავლილი გვაქვს. ჩვენ დახოცილების გვინახავს რუსთაველის გამზირზე და გვინახავს ომების გვინახავს ამ ქვეყანაში და სამოქალაქო ომების გვინახავს. და ვინ რა იცის ვისი ხელიერია კიდე ამ ყველაფერში. ვინაიდან აი ასეთი განცხადებები კეთდება დასავლეთიდან, არჩევნები ძალიან მალე იქნება, თქვენს იქაც რომ თქვა დამკვირვებლები იქნებიან იქ ჩვენი წარგზავნილიო, შეიძლება რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შემდეგ რაღაცა პრობლემები იყოს, თუ ასე მიზანმიმართული განცხადებები კეთდება იქიდან დღეს შეიძლება რომ ველოდოთ ოქტომბრის ბოლოს. როცა ასეთ საპატივცემულო დაწესებულების კედლებში დღეს გუშინ უბრალოდ ხო 2024 წლის ივნისი გვაქვს უკვე ისმენ განცხადებს რომ სააკაშვილი არის არასათანადო მოპყრობის ობიექტი და არის პოლიტპატიმარი ეხლა მაშინ ყველაფერი შეიძლება ითქვას ყველა აქ ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად რომ ვიღაცა ასე ვთქვათ ობიექტურად რაღაცებს შეაფასებს მაგრამ ჩვენ ვართ იმის იმედად თუ როგორი არის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები როგორია ჩვენი საარჩევნო სისტემა და როგორი გრადი არის და მედეგი არის მათ შორის გარეთ ჩარევების მიმართ საარჩევნო არჩევნებსაც შეეხება მათ შორის ამიტომაც შემოიღეთ ჩვენ ელექტრონული მთვლელები რომ არავის აღარ მისცეთ იმის საშუალება რაც გააკეთეს 2020-ში როდესაც რაღაც ფურცლების ფრიალით შედეგების გაყალბება სცადეს ამას ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მათი დონორები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ პარალელურად დათვლის შედეგები დღეს უკვე ვიცით დადასტურებულად რომ სამართლებრივ არჩევნებმა იცოდა რომ ეს შედეგები იყო მცდარი ერთი თვე მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა და ამით აყალბებდა შედეგებს ყოველ დღე როდესაც ამტკიცებდა რომ სწორი იყო ეს იცოდა მისმა დონორმა USAID-მ და ამას მალავდა უმალავდა როგორც მოსახლეობას ისე ხელისუფლებას მათ შორის მე მქონდა პირადად შეხვედრა მაშინდელ USAID-ს ერთ ხელმძღვანელთან უმეტ პირდაპირ თვალებში ვიყურებდა და მოგვატყუა რომ ყველაფერი სწორი არის და შემდეგ გაირკვა რომ ამ ადამიანმა ძალიან ყველაფერი კარგად იცოდა 9 დეკემბერს აი ტყუილი გითხრა პირდაპირ თვალებში რომ გადამოწდა აუდიტი ჩატარდა ყველაფერი სწორია და იქ უბრალოდ ხელმძღვანელი რაღაცებს არასწორად კომენტირებს და ერევა ლაპარაკის დროს და 11 დეკემბერს აღიარეს რომ შეცდომა იყო ამიტომ რა თქმა უნდა როცა ესეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ყველაფერს რა თქმა უნდა ეჭვის თვალით უყურებთ ამ ხრივ და ყოველთვის მზად ვართ იმისთვის რომ ვემზადებით იმისთვის და სწორედ ეს ელექტრონული მთვრელებიც ამის ნაწილი არის რომ არავის არ მიცეთ საშუალება რომ გაგვიყალბოს შედეგები და უნდა დავიცვათ რა თქმა უნდა ჩვენი აუმრჩევლობის ხმები. მანამდე ეს კანონიც რომელიც თქვენი ხელმოწერით შევიდა გამჭვირვალობის შესახებ სექტემბერში ამოქმედდება ხო სრულყოფილად. არასამთავრობოების რაღაცა დიდი ნაწილი აცხადებს რომ აი ამ კანონს არ ცნობენ და არ დარეგისტრირებდებიან. რა მექანიზმი არსებობს და სახელმწიფოს პასუხი მაშინ რა იქნება თუ ასე მოხდა? ჩვენ ვცხოვრობთ სამართლების სახელმწიფოში, სადაც ყველამ უნდა დაიცვას კანონი. ვიღაცა შეიძლება არ მოსწონს რომ ავტობანზე არის სიჩქარის შეზღუდვა, მაგრამ თუ გადააჭარბებს, შეუძლია გადააჭარბოს. ეს თავისუფლება მასაც აქვს, მაგრამ დარღვევის შემთხვევაში არის ჯარიმა ამაზე. აქაც ესე არის, შეუძლია არ დარეგისტრიროს ახლა, მაგრამ ამის გამო არის ჯარიმა და ამას უნდა შეეგუონ და უბრალოდ და მთავარი რა არის რომ ეს კანონი არის და პარლამენტი კანონებს იღებს ხალხის ნების შესაბამისად ამ კანონს აქვს 80% ხარდაჭერა ხალხი ჩვენი მოსახლეობისა რაც შეეხება გამჭვირვალობას და თავად უშუალოდ კანონს 60% მოსახლეობისა მხარს უჭერს ეს არის ხალხის ნება რომელიც შემდეგ გარდაიქმნა კანონად ეხლა როდესაც ამბობ რომ ხარ საზოგადოების გინდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება და იყოს საზოგადოების წარმომადგენელი და შენ საზოგადოებას პატივს არცემ მის კანონებს პატივს არცემ და იქვე არც იმასცენ პატივს რომ იყო ანგარიშვალდებული და გახსნი საზოგადოების მიმართ ეხლა რაზეა საუბარი ეს აქედან დასვენები შეგვიძლია გამოვიტანოთ ეს არის ჩვეულებრივი კონსალტინგული ფირმები რომლებიც ემსახურებიან თავის დონორებს და მეტი არაფერი თქვენ ნახეთ რომ რამდენიმე ათეულმა ორგანიზაციამ განაცხადა რომ არაფერი დარეგისტრირებას ნახეთ მიყევით ამ სიას
ნახავთ რომ ნახევარზე მეტ ვებგვერდიც კი არა რა გამჭვალობაზე საუბრობენ საერთოდ არაფერი ვთქვათ რომ თითქოს ფინანსური ანგარიშგებები იკეთება დონორები მათ შორის ამ 2 თვის განმავლობაში ზოგიერთი დონორი რომ იტყუებოდა რომ ყველაფერი გამჭვალო ყველაფერი ცნობილი არის იდის და ნედის არც ერთი გრანტი არ არის არსად ასახული რეგისტრირებული ასე რომ ეს პრობლემა ჯობია რომ ასე ვთქვათ ამას ჩახედონ თვალებში და შვიდად მიყვნენ ახლა ყველაფერს აღარ არის დრო ემოციების და დაცხრა ემოციები ხედავენ თვითონაც რომ ხალხის გარეკვა ამ ყველაფერში დღეს დაანონსებული ქონდათ გრანდიოზული აქცია ეხლა მოვდივარ პარლამენტიდან და ნუ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი იმიტომ ყველა მიხვდა რომ იყო აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წამოწყებული კამპანია. ბატონ შალვა, დაახლოებით აი თუ არის დათვლილი რა თანხა შეიძლება იყოს, რომელიც აი ესე დამალულია, დაფარულია და არ იცის საზოგადოებამ. ეს რამდენიმე მილიონზე არის საუბარი თუ აი თუ შეგვიძლია დაახლოებით აი თქვათ ციფრი წელიწადში შეიძლება რამდენი მილიონი იყოს, ან 1000 იყოს, ეს რამე გაანგარიშება არის ამის? თული ამას ასეთი ინფორმაცია არავის არ აქვს, ვისაც შეიძლება საბოლოო ჯამი გამოტანილი იქნეს. აქ იმდენად მოცულობაზე არ არის საუბარი, რამდენადაც შინაარსზე არის ასეთი დაფინანსებებისა. ჩვენ შიგდაშიგ შემთხვევით ვარკვევთ, რომ თურმე აღმოჩნდება, რომ ევროკავშირით ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ევროკავშირის ფულით ფარულად ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ფინანსდებიან რადიკალური ჯგუფები, ფინანსდებიან მათ შორის ის ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ტერორით არიან დაკავებული, ახლა ურეკავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ემუქრებიან. ხედავთ 84 ტყვით კეფაში დაგვემუქრა ევროკავშირის ბიუჯეტი და დაფინანსებული ადამიანი და დღეს იყო საუბარი ევროკავშირის ელჩს ჰქონდა ინტერვიუ ერთიც არ ახსენა საერთოდ რომ ის წუხს რომ ევროკავშირის ფული მიედინება იმ ადამიანის ჯიბეში რომელიც 84 ტყვით დაემუქრა კეფაში პოლიტიკური თანამდებობის პირებს. არ ვიცი ეს რა ევროპა არის საერთოდ მე ვერ წარმომიდგენია. მე ასეთ ევროპას ჩვენ ასეთ ევროპისკენ არ მივისწრაფით ვიც ტყუის ფულების თუ ტყვით დამუქრებელ ადამიანს აფინანსებს. არადა ეს არის ფაქტი. ევროკავშირის ბიუჯეტით ფინანსდებიან ასეთი ადამიანები. ამიტომ სამწუხაროა საერთო ჯამში რომ დღესდღეობით ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსების საკუთარ თავთან ასოცირებას აკეთებენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმს, ტერორს ამკვიდრებენ და მათ შორის არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, მათ შორის დეზინფორმაციაში ჩართული. სხვათა შორის ტერორზე და მუქარაზე საუბრობს ოპოზიციაც, რომ აი მათ ემუქრებიან, რომ სადარბაზოებთან ხვდებიან. მეორე მხარესაც ხედავთ მართველი გუნდის დეპუტატებზე გარკვეული თქვა ნინო წილოსანის განცხადება იყო, იქ ვაკის პარკში იყო ინციდენტი. საერთო ჯამში ამით ხო მთლიანად ქვეყანა ზარალდება. რა მექანიზმი არსებობს, ან როგორ შეიძლება აი ამ სიტუაციის თავიდან აცილება, რომ რაღაცა პოლარიზაციის დონე დაიწიოს? საქმე იმაშია რომ ეს ესთეტიკა სწორედ შემოიტანა სწორედ იმ ჯგუფმა რომელიც თავის თავს ასოცირებს რაღაც პროევროპულობასთან და რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთი დასავლური პოლიტიკური ჯგუფები ასოცირებენ თავის თავს მათთან. ნაციონალური მოძრაობა არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი. და ჩვენ ნახეთ როგორი პატივი არის ხოლმე მათ მიმართ მიხეილ სააკაშვილის სახელდაგვარს ცარიელ სკამზე როგორ დებენ ხოლმე ადამიანს რომელსაც წამების სისტემა შექმნა ყველაზე დიდი პარტიული გაერთიანების საპატიო წევრი ასე ვთქვათ არის და მას პატივს მიაგებენ და ზუსტად ნაციონალური მოძრაობა არის ის საერთოდ ჯამში ჩვენ საუბრობთ რადიკალიზმზე ეს ნაციონალური მოძრაობაა კრებსითა ნაციონალური მოძრაობა არის ვინც დაამკვიდრა ადამიანის ღირსების შემლახველი სისტემა როცა იყო ხელისუფლებაში და ვინც დაამკვიდრა ოპოზიციაში ყოფნის დროს ასევე ტერორი, სიტყვიერი და ვერბალური ასე ვთქვათ ძალადობა სხვა ადამიანებზე მედიითაც გაიხსენეთ ეს მედიის უხეშიანა საიდან შემოვიდა გავიხსენოთ ვინ იყო მათ შორის ერთ-ერთი კონკრეტული ხან ჟურნალისტი რა ხან პროკურორი ხან პოლიტიკოსი ადამიანი რომელმაც ზუსტად ეს ტერმინოლოგიები შემოიტანა და თავიდან შოკის მომგვრელი იყო და მე შეაგუეს ყური შეაჩვიეს მთელი საზოგადოების რომ ბილსიტყვაობა და ასე ვთქვათ ასეთი ტერმინოლოგია და სიუხეშე და ადამიანის ბულინგი მედიის საშუალებით ჩვეულებრივია ხო დღეს ჩართავდა ისეთი ნიაღვარი გადმოედინება და ამას შესციცინებს მთელი ასე ვთქვათ დონორთა კოჰორტა როგორც დამოუკიდებელ მედიას და მე იპიპში მაგიდას და სკამს გამოუყოფენ ხოლმე. აი ეს არის წაახალისა ზუსტად აი მე დასავლურმა ჯგუფებმა წაახალისეს
ძალადობრივი ესთეტიკა საერთო ჯამში საქართველოში და ესეც ამიტომ ვამბობ რომ სამწუხაროა რომ დღესდღეობით ეს ტერორი, ძალადობა, ბულინგი ასოცირდება ევროპულ დაფინანსებასთან და ევროპულ ჯგუფებთან. ეს არის სამწუხარო შედეგი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე ევროკავშირმა და მისმა ყველა სტრუქტურამ და იყვნენ ამ ხრივ ბოლო-ბოლო მოიქცნენ როგორც ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც არ დაუშვებს ფარულად ხარჯვას ფულის. ბოლომდე რაზე ვსაუბრობთ, ხომ სირცხვილია საერთოდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის ფული საქართველოში ფარულად სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება. ეს არის ფაქტი. ანუ ისე რომ ანგარიშვალდებულებას არ აქვს არც საქართველოს მოქალაქეებს, არც ევროკავშირის მოქალაქეებმა არაფერი არ იციან. ზოგიერთ ელჩებს აქ რო ვეკითხები, წარმოდგენა არ აქვს იდი როგორ ხარჯავს აქ ფულს. იგივე საკეთებს ამერიკის დემოკრატიის ფონდი, ნედი საქართველოში, რომელიც ასევე ფარულად იადებს. აბა რატო არის ასეთი ვთქვათ ერთმანეთის მიყოლებით ეს განცხადებები? თუ არ იციან, მაშინ რატომ აკეთებენ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ ბატონო? ანუ მე საბოლოო ჯამში იცით აქამდე თუ იყო მიამიტობა, გაურკვევლობა, ანუ ამ ეს ყველაფერი და ამაზე მე საუბარი ყოველ ჯერზე მქონდა. ერთი წელი ინტენსიურად ვსაუბრობ ამაზე დონორებთან, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ევროკომისია იქნება თუ ევროპარლამენტი. და ყველასთან რაღაც თავისუფლად და გაგება არის, მაგრამ შედეგი ნული არის და მე როგორც ხვდები, ეს არის რაღაც სტრუქტურები, რომელიც აწყობს ზოგიერთ ჯგუფებს ევროკავშირში თუ სხვა, რომ არსებობდეს რაღაც ფარული ყულაბა, რომელითაც სხვა ქვეყანაში გაქვს გარკვეული თავისუფალი ხარჯვის შესაძლებლობა და პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ამიტომ ეს არის სამწუხარო, ეს არის ყველაზე ანტიევროპული ქცევა, რითაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ესეთი ინსტიტუცია, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდი არის დაკავებული, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკურ კორუფციაში ხარჯავს ფულს, ევროკავშირის ბიუჯეტის ფული დღეს საქართველოში პოლიტიკურ კორუფციაში იხარჯება იიდის მეშვეობით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ როდესაც აი სუვერენიტეტის გამტკიცებაზე საუბრობთ, ხელისუფლება არასრულებს ესე პირდაპირ დავალებებს, ვთქვათ, რომელიღაცა ორგანიზაციების თუ სახელმწიფოების, ამიტომ არის ახლა შემოტევა? ზოგადად იცი ყველას ეკომფორტულება, როდესაც ყავს მეორე მხარეს იქნება ეს ადამიანი, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, რომელსაც ადვილად იყოლიებს იმ პირობებზე, რომელიც მას აქვს. ევროკავშირის გარკვეული ბიუროკრატიული კავშირია და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბიუროკრატს, საშუალო დონის ბიუროკრატსაც, თვითონ ადვილი არის, რომ თავისი ჩეკლისტი ეგრეთ წოდებული რაც აქვს, ადვილად გაიაროს შენთან, თქვას რომ გააკეთე ეს და შენ თავს დაუქნევ და ის ამითი გაბედნიერდება. ეს ბიუროკრატის ბედნიერება ამაში გამოისახება, რომ მას არ სჭირდება საკითხების ახსნა და პირდაპირ დაყვებია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება სუვერენ სახელმწიფოს და ყველა შევახსენებ, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ჯერ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, ვალდებულებები იმ ხრივ, რომ ბიუროკრატს თავი უქნიოთ ყველაფერზე, ხო? ხო, საუბრობთ მოლაპარაკებებზე და თანასწორ ურთიერთობებზე. აქ ეხა ბიუროკრატი როცა მოდის პარლამენტთან და არჩეულ წარმომადგენლებთან და ეუბნება რომ შენ ან ასე გააკეთებ, ან ასე და ასე გააკეთებ და რო ეკითხები კი, მაგრამ აი აქ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ აი ეს პრობლემა არის. აუ ხსნი ეს რატო არის საჭირო. ამაზე რომ საერთოდ არ მოყვება, იმიტომ რომ ეზარება, ასე ვთქვათ, ჩაყვეს რაღაც დეტალებს, ჩამოწერილია ქსია, ვიღაცამ ერთხელ დაადგინა სია და იმ სიას უნდა მიყვება, ნუ პირობით საუბრობთ ამ სიაზე. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხალხის როგორც ხალხის წარმომადგენლები ასე ვსაუბრობთ და რაღაც საკითხებზე ვეთანხმებით, რაღაცაზე არ ვეთანხმებით, შეიძლება ვიღაცის ეს დისკომფორტი არის 12 პუნქტთან დაკავშირებითაც ეს იყო, ხო? მაგრამ ეს არის სწორედ სუვერენიტეტის საკითხი. ჩვენ ევროკავშირში გვინდა მივიდეთ სახსალავათი. ჩვენ არ გვინდა იმდენად ვიჩქაროთ, რომ ფეხები წავიმტრიოთ და ცხვირი წავიმტრიოთ ამ გზაზე და არა და ამ გზაზე გვაყენებდნენ ჩვენ 2022 წლიდან მოყოლებული. ამ გზაზე გვაყენებდნენ ის ევროპელები, რომლებიც ჩვენგან ითხოვდნენ მაგალითად სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, როგორც წინაპირობას, რომ ეს იყო ჩვენი წილი, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კურსში ჩამჯდარიყავით სანქციებს, ამას ითხოვდნენ პირდაპირ. და ჩვენ ესო გავაკეთებინა,
ცხვირის კიცერს და ფეხებსაც ყველაფერს წამიმტრევდით და ეგეთი ევროკავშირი რადგან თუ კი დამტრეულები მივედით. ოღონდ მივიდოდით, რა თქმა უნდა მივიდოდით, ოღონდ დამსხვრეულები, დამტრეულები, ომგადატანილები, ეკონომიკა ჩამოქცეულები და მე ვიქნებოდი ბედნიერი და ევროკავშირის დროსაც ვაფრიალებდით. ოღონდ ჭრილობებიანი ვიქნებოდით და ჩვენ თქვით რომ არა, არ გვინდა ამ ჭრილობების მიღება, ჩვენ საკმარისად გავიარეთ ეს ყველაფერი. მე გვეუბნებოდი სააკაშვილის გამოშვებასთან დაკავშირებით, ნახეთ რა ზეწოლა იყო, ხო? აბსოლუტური შარლატანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამაში, ეგრეთ წოდებული ამერიკელი ექიმები, რომელსაც ვითომ ნობელის პრემიის ლაურეატები იყო, რაც აღმოჩნდა რომ იყო აბსოლუტური ტყუილი და ჩემს დემარშიც ხო იყო? ხო, ის ტყუილი ნობელის პრემიის ლაურეატი არის თითქოს და შარლატანები აბსოლუტურად ვინ ჩამოვიდნენ აქ და ამბობდნენ რომ მოწამლეს და რკინა და მეტალი და არ ვიცი ატომური ბომბი იყო რამის ორგანიზმში შეყვანილი. ამ ყველაფერს ხო აი დღეს თან როგორი ტყუილი იყო, ისეთი კი არა რომ დიაგნოზში რაღაცა გრამაჟებს გვატყო, აი უბრალოდ მამალი ტყუილი, რასაც ქვია, დღის იწვი ქართველებს გეუბნებოდნენ, რომ აი ეს კაცი წამების ქვეშ არის და ვიღაცა რაღაცებს ცუც აჭმევს ან ასმევს. აი ეს გვატყუებდნენ და გეუბნებოდნენ, ხალხო, თქვენ ახლა ხართ არასრულფასოვანი ქვეყანა, ჩვენ ვინაიდან ჩამოვით უცხოეთიდან, გეუბნებით თქვენ რომ ასე და თქვენ ახლა თავი დაგვიქნია და დაიჯერეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ ხართ არ გაქვთ ახლა იმის და დაგვეთანხმოთ ყველაფერში. აი ეს ხდებოდა ყველაფერი. პოლონელ ელჩებზე თავი გაიგიჟეს. დახულ კარს მიღმა დიდი ხანი მიდიოდა ამაზე ზეწოლა რომ ჩამოსულიყვნენ ეს ელჩები, მათ შორის აქაო ელჩები, ექიმები, ელჩები ჩართული იყვნენ ამ ყველაფერში, რომ რაიმენაირად ჩამოიყვანეს ეს პოლონელი ელჩები და ნახეთ ეს ექიმები და ნახეთ რისთვისაც ჩამოვიდნენ აქ. რომ სამარცხვინო სპეცოპერაციას ატარებდა იქ ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც წინდით გაქონდა ნიმუში, ხო? და წავიდეთ რა ალტერნატიული დასკვნა, სად არის დასკვნა, ერთი ბოლოს ვეღარც ვიხილეთ საბოლოო ჯამში. ელჩების დემარში, როდესაც მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ევროკავშირის სახელით დემარში გამოაცხადეს და ორ კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ ეს დემარში იყო აბსოლუტური ტყუილი და ფარსი. იმიტომ რომ არანაირი საჭიროება მისისადმე გადაყვანის ან ასე შემდეგ არ არსებობდა ჯანმრთელობის ხო რანაირი პრობლემა არ იყო. და მათ შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე სადაც სხვადასხვა ელჩები იყვნენ პირდაპირ იუსტიციის მინისტრს ამენით ელაპარაკებდნენ კი მაგრამ რომ მოკვდეს რომ რაღაცა მოვიდეს პირდაპირ შანტაჟი და ასე ვთქვათ რაღაც აპოკალიფტური სურათის დახატვა მიდიოდა რატო უნდა მოკვდეს რატო უნდა რამე დაემართოს როდესაც ადამიანი თავის თავს იზიანებს ხო და ასეთ ბანალურ ჭეშმარიტებებს ხსნიდით და ამ ყველაფერში ევროპა უყურებდა და პირიქით ასე ვთქვათ ჩვენ აი ამ შიგნით არეულობას თვალს უხუჭავდა და გარკვეულწილად ხელსაც უწყობდა ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვიქცა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ყველანაირად. ვენეციის კომისია ბატონო შალვა ვენეციის კომისიასთან მოვისმენთ თქვენი განცხადებები რომ აცდენილი იყო კომისია თავის ვთქვათ კომპეტენციას რბილად რომ ვთქვათ რა შეიძლებოდა მაშინ მოსულიყო რა ზეწოლის ქვეშ შეიძლებოდა მოქცეულიყო ვენეციის კომისია მაშინ. ხო ერთ იმას დავასრულებ რომ ევროპა ჩვენ მოგვექცა ყველაზე არაევროპულად ბოლო 2 წლის განმავლობაში ამას არაფერი საერთო ევროპულ ღირებულებებთან არ ქონდა როგორც ევროპა ჩვენ გვექცეოდა. არ არის ეს ევროპული ქცევა, როდესაც შენ სხვა ქვეყანას უბიძგებ ისეთი ნაბიჯებისკენ, რომელსაც შეიძლება ამ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს, რომელსაც ეს ქვეყანა შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ეს იყო ბიძგება ამისკენ, როცა გვეუბნებოდნენ სანქციები დაგვეწესებინა. არ არის ეს ევროპული ქცევა, როდესაც შენ სხვა ქვეყანაში ფარულად სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებ რადიკალურ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს და ერევი პოლიტიკურ პროცესებში. ევროპასთვის, იმ ევროპისთვის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ყოველ შემთხვევაში ეს ევროპულ ღირებულებას აცილებულია და ასე გვექცეოდა ზუსტად ბოლო 2 წელიწად ნახევარია ევროპა ჩვენ. ასე რომ რა თქმა უნდა აქ ბევრი რამე არის გამოსასწორებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით და მათ შორის ამ გამჭვირვალობაზეც ვამბობთ, აი ხო ცნობილია რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არასაჯაროებს თავის ფინანსებს ფარულად აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს, ყველა მიცის ამაზე არსებობს თანხმობაც გარკვეულწილად რომ ეს ესეა. რატომ არასწორებენ ამას? რატომ? აი რა არის ხა მართლა ბოლო-ბოლო ის ხო არ ვართ თან კანდიდატი ქვეყანა ვართ ახლა უცხოც ხო არ ვართ არა ბოლო-ბოლო მოგვეპყრონ როგორც კანდიდატ ქვეყანა ცოტა ესე იგი შესაბამისი პატევით ხომ ჩვენს ხოლმე თავით დავიფასოთ მოკლედ აი არ ვიცი აბსოლუტურად აბსურდამდე არის ეს ყველაფერი მისვე ნაცვლად ამისა გვესმის რაღაცა მუქანანარნები განცხადებები ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რომლებიც გამოდიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე. აი საწამოდგენია ხა რომ ჩავიდეს ჩვენი რომელიმე ოფიციალური პირი ან ტალინში
ან ვილნიუსში და იქ ოპოზიციის მიტინგებს დაესწროს. ახლა რა ტონი იქნება საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკეს. ამას აკეთებენ, იმიტომ რომ რა დაბალი ღობებგონი ვართ ვიღაცებს მართლა უყოთ რა. ვიღაცებს წარმოდგენა აქვს რომ ჩვენ რახან ჩვენ და ესეც ამბობენ რომ თქვენ გინდათ ევროკავშირში ჩვენ ხوار გიწევთ, ამიტომ ჩვენ როგორც გეუბნებით ისე უნდა გააკეთოთ და აი არ ვიცი ეს ანუ აბსოლუტურად შორს არის ეს ევროპისგან ზოგიერთი ევროპელის ქცევა და აქ ჩვენ რა თქმა უნდა ესე ვერ მივიღებთ რომ ვიღაცა გითხრას მე ვარ ევროპა და ჩვენ ვართ ნახევრად ევროპა ზუსტად იგივე ევროპა ვარ ჩვენ როგორც ისინი და შეიძლება ზოგიერთზე ცოტა მეტი ევროპაც ვართ ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ რომ აქ ვიღაცას ზედმეტად მივცეთ საშუალება რომ ჩვენი ხალხი ჩვენ ხალხს ასე ზემოდან დახედო. რაც შეეხება ვენეციის კომისიას ცალკეული დასკვნები და ახლა ველოდებით კიდე რამდენიმე დასკვნას, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ზოგადად რაც არის ბოლო პერიოდში ვენეციის კომისიის დასკვნებიდან გამომდინარე და მე ახლა ვენეციის კომისიის დასკვნებს არა მხოლოდ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მანამდეც ვეცნობოდი და ვიყავი გარკვეულწილად ჩართული ამ სფეროში, არის ის რომ სულ უფრო მეტად და მეტად სამართლებრივი დასკვნები თან გადადის პოლიტიკურ დასკვნებამდე და რეკომენდაციებზე. ანუ გეუბნება არა იმას, რომ მაგალითად ამ კანონთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, იმას კი არ გეუბნება, რომ ეს ეწინააღმდეგება რაიმე, არ ვიცი მე, მუხლს ან რაღაც საკითხს ასე ვთქვათ, არამედ გადადის პოლიტიკურ მიზანშეწონილობის საკითხებში და განსაზღვრავს რა არის პოლიტიკურად კარგი და მიზანშეწონილი. მათ შორის მაგალითად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა რაც ჰქონდათ კოალიციური უმრავლესობასთან დაკავშირებით და ოპოზიციურ მოადგილესთან ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი რომელიმე ქვეყანაში არის თუ არა ასეთ რაღაცა არ არსებობს არსად რომ კოალიციური უმრავლესობით იყოს და ოპოზიციური მოადგილე ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი იყო რომ აი თქვენთვის შეიძლება ეს იყოს კარგი და ანუ საიდან იციან რა შეიძლება იყოს ჩვენთვის კარგი იმიტომ ამას იურისტის კომპეტენცია არ ყოფნის სამართლებრივი დასკვნის მისაკეთებს ამას მაშინ სჭირდება პოლიტოლოგის კომპეტენცია რომელიც მათ შორის რაღაც სოციოლოგიური კვლევებს დაეყრდნობა, რაღაც ემპირიულ კვლევებს დაეყრდნობა და აქედან შეიძლება დაასვას კონტექსტისთვის რა არის კარგი. ამიტომ ეს პრობლემა გარკვეულწილად აქვს ვენეციის კომისიის დასკვნას. და ასევე მინდა პრეზიდენტთან დაკავშირებით კითხოთ, აი ეს ქარტიის საკითხი გუშინ იყო რამდენიმე პარტია იქ მისული, რამდენიმე არ მივიდა. საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილმა ღია თქვა, რომ აი ამ პროცესებში ის უნდა იყოს ლიდერი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი გაერთიანების შემთხვევაში რა შეიძლება მივიღოთ, თქვათ, ოქტომბერში არჩევნებზე და არ გაერთიანების შემთხვევაში რამდენად არის დღეს იმის შესაძლებლობა, რომ გაგიშვათ ოპოზიციამ ხელისუფლება. უბრალოდ ყოველისა კიდევ ერთხელ ხაზგასწვრივ ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე ხელმეორედ უკვე მე რამდენჯერ არღობს კონსტიტუციას, ვინაიდან პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, დასახოს საარჩევნო გეგმების, სტრატეგიების, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების შინაარსობრივი საკითხები და ასე შემდეგ. არ აქვს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ქალბატონი სალომისთვის კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს. ეს გავერკვიეთ და აქ რამე მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა მე პირადად ძალიან მძაფრად ვაკვირდები რას იტყვიან ამ საკითხზე ეგრეთ წოდებული დამკვირვებლები, საარჩევნო დამკვირვებლები და მონიტორები, რას იტყვიან ამაზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ესე პირდაპირ დარღვევა საარჩევნო კამპანიის წესებისა და ვნახოთ იქნება თუ არა ნეგატიური შეფასება მის საქციელთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად პროცესს, მან საბოლოო ჯამში გაგვიადვილა ჩვენ საქმე და რაც თავარია საქართველოს მოსახლეობას გაუადვილა საქმე და დაასრულებინა ოპოზიციას ის ფარსი, რომელშიც ისინი უკვე რამდენიმე ხანია იყვნენ და ცდილობდნენ ჩვენი მოსახლეობა მოეტყუებინა თითქოს რაღაც სხვადასხვა ჯგუფებია, სხვადასხვა ცენტრებია სიამოვნებაში. ჩვენ ბოლო 12 წელია უყურებთ ოპოზიციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც სხვადასხვა გადაჯგუფებებს აკეთებს ხოლმე. და ქალბატონმა სალომეც ახლა კიდევ ერთხელ ფანჩატური ნომერი 2 მოაწყო და ერთად მოუყარა თავი ამ ადამიანებს და ამითი გაუადვილა უპირველეს ყოვლისა საქმე ჩვენ სამომრჩევლოს, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს ჩვენ სამომრჩევლოს ეცოდინება, რომ არჩევანი არის ორი, სამხარეს არის საქართველოს ინტერესები, დამოუკიდებელი საქართველო, ქვეყანა, რომელიც თავისი ხელისუფლება, რომელიც თავისი მოსახლეობის ინტერესებიდან ამოდის და მეორე მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, ის ფილოსოფია, რომელიც ემყარება სხვა ქვეყნიდან დირექტივების მიღებას და შესრულებას. ერთადერთი რასაც უყურებს ეს ჯგუფი, ქალბატონი სალომეს ხელმძღვანელობით არის, რომელ განცხადებაზე დაუკრავენ ტაშს
რომელს გამოიხმარებიან ტვიტით, რომელი ტვიტზე რამდენ გულს დაუწერენ, სად დაუფერენ წითელ ხალიჩას და სად გააკეთებენ განცხადებას და რომელ მედიაში ჩართავენ პირდაპირ ეთერში. აი ეს არის მათთვის მე-17 ხარისხოვანი საერთოდ. უყურებენ იმას, რა იქნება გარეთ. თქვენ დააკვირდით, აი თუნდაც ამ პროტესტის ანატომია როგორი იყო და თუნდაც ბოლო დღეებში. როგორც კი განცხადებები გარედან მიცხდა ხოლმე არ იყო, იმავე მომენტში იკლებდა, ასე ვთქვათ, გარკვეული, ასე ვთქვათ, ხო, დონე, ასე ვთქვათ, ამ პროტესტისა. განცხადება ღამე არ იძინებდნენ, მე მგონი ელოდებოდნენ ხა დროის განსხვავებით გამო, თუ განცხადება ამა თუ ის პრესპიკერის რა იქნებოდა, როგორც კი რაღაცა განცხადება იქნებოდა, წავე ეგრევე აიწეოდა ხოლმე მღელვარებას. რომ მთლიანად აწყობილი არიან გარედან რა დირექტივა მიუვათ, რა ტონი მიუვათ, რა თემაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რა არა და მე ყველაზე მეტად ეს მანცვიფრებს. აი როგორც ბილდსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი შემოგვაჩვიეს მედიით და რაღაც საჯარო კომუნიკაციაში შემოგვაჩვიეს და გახდა თითქოს ჩვეულებრივი, აი ეს შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. თურმე და არც ცხენიათ, ამის ქალბატონმა დეკანოიძემ თქვა კიდევაც, როდესაც მას შევახსენენ, რომ ის თანამშრომლობს უცხო ქვეყნის სამსახურებთან, იმისთვის რომ საკუთარი ქვეყანაზე სანქციები გამოიძიოს, თქვა რომ კი, თანამშრომლობ და კიდევაც ვითანამშრომლობ. წარმოგიდგენიათ 20-30 წლის წინ, 30 წლის წინ ვინმეს ესეთი რამე რო ეთქვა, რომ მე უცხო, რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ამერიკა იქნება, გერმანია თუ რუსეთი, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც არ უნდა ითანამშრომლო რუსეთის სპეცსამსახურებთან, ისე არ უნდა ითანამშრომლო ამერიკის სპეცსამსახურებთან, როცა შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ. აი მაშინ ვერ ერკვევიან ეს ხალხი. ამ ხალხს გონია რომ კარგი და ცუდი უცხო ქვეყნების სამსახური შეიძლება არსებობდეს. სინამდვილეში ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი. ეს არის ერთადერთი მთავარი მეგობარი. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველა, ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა. და ბოლოს უნდა კითხოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც თქვენ თქვით რომ მიღებული იქნება აი ამ მოწვევის პარლამენტში. ოპოზიციაში აცხადებენ რომ ეს პრობლემა დღეს ქვეყანაში არ დგას საერთოდ და ხელოვნურად არის ეს კანონი შემოტანილიო. რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ბატონო შალვა ამ კანონში? უბრალოდ ხოცა ჩვენ დავანიჭეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც პარალელური განხილვის პროცესში იქნებოდა, იცით რომ მქონდა რეგიონებში შეხვედრების 11 შეხვედრა 5000-მდე მოქალაქეს შევხვდით 10 სხვადასხვა რეგიონში და სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონ პროექტს სრულად, როგორც კონსტიტუციურს ისე ამ პაკეტს და თქვენ ნახეთ რომ 17 მაისს როდესაც ოჯახის სიწმინდის დღე გაიმართა, ეს იყო ფაქტობრივად სახალხო რეფერენდუმი ამ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ზუსტად ეს თემა იყო მაშინ განხილვის საკითხი და მაშინ მათ შორის საპატრიარქო ტახტის თანამოსახდე მეუფე შიომაც ამ საკითხზე განცხადება გააკეთა და ხალხის რეაქცია და მხარდაჭერაც ვნახეთ. ანუ პირველი ეს არის თუკი გამჭვირვალობის კანონი ეს იყო ყველაზე ქართული კანონი, ეს პაკეტი და ეს კანონი არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის. რაც შეეხება საჭიროებას. ჩვენ ხედავთ ერთი ტენდენციებს სოფლიოში რაც არის და აიხსნა სემინარი მოგმართა ქალბატონებო და ბატონებო და შემდეგ იქვე თქვა რომ აი ესეთი მიმართვები უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის რომ სქესისგან ნეიტრალური ტერმინები გამოვიყენოთ ადამიანების მიმართვის დროს, ვინაიდან არ ვიცით ადამიანი შეიძლება თავის თავს რომელ სქესს მიაკუთვნებს ან აიდენტიფიცირებს მიუხედავად იმისა რომ ბიოლოგიურად გასაგები არის რომელიც სქესის წარმომადგენელია. აი დღეს ჩვენთან საქართველოში თელავში კახეთში ჩატარებულ სემინარიდან მოტანილი ამბავი არის ეს ყველაფერი. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის ის საკითხი რომელიც საქართველოში უკვე შემოდის ზოგ საკითხებში ძლიერად, ზოგ საკითხებში თუმცა ზოგი ამბობს რომ ეს ცენზურის დაწესება არის თქვენი ოპონენტების მხრიდან. პირიქით ცენზურა ზუსტად ის არის რომ ვიღაცამ აგიგრძალოს რომ მიმართო ისე როგორც ენობრივი წესები მოითხოვენ, იმას რომ ქალს მიმართო ქალად და ასე შემდეგ. ეს და ამას აგიგრძალავს და გეტყვის რომ რა სხვა ნეიტრალური ტერმინები უნდა გამოიყენო, ეს არის ზუსტად ცენზურა. ანუ გიგრძალავს შენ ბუნებრივ საუბარს და ენობრივად გამართულ საუბარს და გიწესებს შემოაქვს რაღაც ხელოვნური ენა. ქართული ენა საბედნიეროდ ამ ხრივ იმდენად ასე ვთქვათ დაცული არის იმ ხრივ რომ ჩვენ არ გვაქვს სქესის რაღაც ვთქვათ დაბოლოებები მათ შორის სიტყვებში და აქედან გამომდინარე არ არის ის გამოწვევები რაც შეიძლება არსებობდეს
თუნდაც ინგლისურ თუ გერმანულ ან სხვა ასეთ ენებში, მაგრამ ეს პრობლემები არის ერთი მხრივ, მეორე მხრივ არის საგამოწმებო დაწესებულებებში შეტანა მასალებისა და განსაკუთრებით არასრულწლოვანებთან და ამაზეც არის სხვადასხვა უკვე ინფორმაცია, როგორც სკოლამდელი აღზრდის, ისე ზოგადად საგამოწმებო დაწესებულებებიდან, როდესაც მიდის ამ თემების შეტანა და სხვა ქვეყნებშიც არის მათ შორის გამოწვევა და იქაც არის კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით და სხვა ეს საკითხები, რომელიც მოწესრიგებული არის. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ არ დავდგეთ მალე იმ მდგომარეობაში, რომ მოგვიწვიოს ბანალურ საკითხებზე მსჯელობა და მტკიცება იმისი, რაც დღეს მიგვაჩნია ჭეშმარიტებად, მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე საკანონმდებლო საფუძველი ჩაიყაროს ამას. აქ მნიშვნელოვანი არის ოპოზიციის რეაქცია. ხედავთ, ჩვენო ისინი გაყურსულები არიან და ვერც იქით, ვერც აქეთ რაღაც ვერ აფიქსირებენ პოზიციას. ხო, ეს ბოიკოტი შველით, მაგრამ არის სხვა ჩვენს ბოიკოტი მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ აუხსნათ. არ არსებობს ბოიკოტი ასეთი, რომ მე გაბრაზებული ვარ და არ მივული პარლამენტში. ბოიკოტი არის ჩვენი რეგლამენტის მიხედვით უცხადება კონკრეტულ საკითხს პლენარულ სხდომაზე. ან რომელიღაცა კონკრეტულ საკითხის განხილვას ჩვენ აპროტესტებ და იმ საკითხს აპროტესტებ და იმდენად აპროტესტებ, რომ იმ საკითხის განხილვას არ ესწრებით. თუ კი ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ კანონს, ამას ესეც რა თქმა უნდა ითქმება, რომ ზუსტად ამ კანონს უცხადებენ ბოიკოტს და შემდეგ მათი გამორჩეველიც განაჩენს გამოუწესდეს. იცით რატო არიან გაყუსულები? იმიტომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ იტყვიან ისინი, რომ ამ კანონს არ ეთანხმებიან, საკუთარი ამორჩევლებისგანვე მიიღებენ ისინი შესაბამის რეაქციას. მაგრამ თუ იტყვიან, რომ ამ კანონს მხარს უჭერენ, თავისი პატრონებისგან მიიღებენ უკვე რეაქციას და როგორც ჩანს, მათ უფრო დიდი შიში აქვს საკუთარი მფარველების და პატრონების, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლების და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. აი ეს იყო მთავარი ტრაგედია 2012 წლამდე მდგომარეობის ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა ის კი არ იყო ისინი რას აკეთებდნენ და რას არ აკეთებდნენ. მთავარი პრობლემა იყო, რომ ისინი პატრონებზე დამოკიდებული იყვნენ და ამიტომაც აკეთებდნენ იმ ყველაფერს. იმიტომ რომ მათ ხალხის მიმართ კი არ ქონდათ ანგარიშვალდებულობა. თორე ხალხის მიმართ ქონდათ ისინი ციხეში წამების სისტემას ვერ მოაწყობდნენ და ვერც ტელევიზიებს დახურავდნენ, ვერც ადამიანებს აწამებდნენ და ვერც ქონებას ჩამოართმევდნენ, მათ რომ ხალხის შიში და რიდი ჰქონდათ. მათ სხვისი შიში ჰქონდათ და სხვა პატრონებისკენ იყურებოდნენ და იმ პატრონებს აწყობდათ ზუსტად, რომ ქონოდათ აქ მორჩილი სახელმწიფო, რომელიც შესაბამის დავალებებს შემდეგ შეუსრულებდა. მადლობა ბატონო შალვა, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. უსმენთ საქართველოს პარლამენტის